არის უსაზღვრო თავისუფლება, სადაც კიდე იქ წახვალ, აი სიზმარებით წარმოიდგინეთ, რომ დაფრინავ და რა თქმა უნდა უკვდავი. მარად ცოცხალი. მე ვარ დავით თელია, ვარ მხატვარი. სკოლის პერიოდიდან დავიწყე ხატვა, ჩვეულებრივად რა. ბავშვური ხატვა დავიწყე, შემდეგ უკვე დავინტერესდი ამ ხატვით. უკვე დავიწყე სახში რაღაცების გადახატვა, დახატვა, აი დოკების რაღაცების და სახში მქონდა გამოფენილი რა. მოკლედ მშობლებიც დაინტერესდნენ ჩემი ამ ხატვის გატაცებით და მოვიდნენ მხატვრები ჩვეულებრივად დაათვალიერეს ჩემი ნახატები და დავიწყე ხატვაზე სიარული. შემდეგ უკვე ნელ-ნელა დავხვეწეს მხატვრობა რაღაცა, მე აკადემიაში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ბოლო დროს რაღაც გადავიფიქრე და აღარ ჩავაყარე. ნუ ახლა ესე ეგრეთ წოდებული თვითონ ნასწავლი მხატვარი მქვია, მაგრამ ის სკოლა რაც იყო გასავლელი ძირითადი გავიარე. მხატვრობაში საერთოდ არის ძალიან ბევრი მიმდინარეობა, იცით? აი არის გრაფიკა, არის ფერწერა, არის იმპრესიონიზმი, არის რა ვიცი, რეალიზმი და ასე შემდეგ. სულ სხვადასხვა მიმართულებები აქვს ამ მხატვრობას. მე მაგალითად ბავშვობაში ყოველთვის მომწონდა ფლამანდიური ეს ნატურმორტები და ფერწერა, იმიტომ რომ ნადირობა და თევზაობა მეყვარს ხოლმე და იქ ნატურმორტებს რო ხატავდნენ, საერთოდ ნანადირები და ის იყო უფრო ფლამანდიურ ნატურმორტებში. ისე რეალურად იყო გადმოცემული ეს ყველაფერი. ამ რეალიზმმა გამიტაცა და სულ მინდოდა რომ ეგრე დამეხატა. რა თქმა უნდა, როცა ნატურიდან და იქიდან ხატავ ამ წესებს, როცა იცავ და იმებს ყოველთვის უნდა დაიცვა ის, რასაც შენ გასწავლიან, მაგრამ დამოუკიდებლად როცა შენ უკვე გათავისუფლები ყველა ფერ ამისგან და იქ ნასწავლი გაქვს, მე უკვე შენ თვითონ ირჩევ რა მიმდინარეობა გჭირდება, რა არის შენი და სხვას არასოდეს არ მოკიდებ ხელს ალბათ. მაგრამ არიან მხატვრები, რომელიც ერთ მიმდინარეობას ხატავდნენ, მერე მეორეზე გადავიდნენ და მესამეში, მაგრამ ყოველთვის ძებნაში არის მხატვარი, რომ ეძებს თავის თავს. და შენ თავს სადაც პოულობ რომელ მიმდინარეობაში, იმაში უკვე ჩერდები რა და ჩაკეტილი ხარ. ჰიპერრეალიზმი საერთოდ ახალი მიმდინარეობაა. ეგ დაარსდა 70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში. თვითონ ამ მიმდინარეობის დამფუძნებლები გამოჩენილი მხატვრები იყვნენ გერმანელი, მაგალითად ერთ-ერთი იყო რიხტერი, გერხარდ რიხტერი და ამერიკელი მხატვრები დაახლოებით ერთი უკვე ყველაფერი რო ჰქონდათ შექმნილი და დახატული, გადავიდნენ ფოტორეალიზმზე. ფოტორეალიზმის მიზანი რა იყო, იცით? ფოტოს დამსგავსებოდა თავიანთი ნახატი. ფოტოდან იხატავდნენ და თვითონ. შემდეგ უკვე ფოტორეალიზმი გაუმჯობესდა, უფრო ჰიპერრეალიზმში გადავიდა და ჰიპერრეალიზმი უფრო დახვეწილი და უფრო მეტი, აი 4K ხო არის დაუშვათ ფოტო და ეს ჰიპერრეალიზმი 8K, 12K და ესე აკეთებენ ძალიან დიდ ნახატებს აკეთებენ და პატარ-პატარა დეტალებს უკეთებენ და შორიდან რო შეხედავ ფოტოს გავს რა. მაგრამ შიგნით ისეთი დეტალებია, რაც ბუნებაში არ არსებობს. აი, იცით როგორ არის, აი თავის წარმოსახვით ხატავენ რაღაც ნაოჭებს და რაღაც თვალის შიგით და გუგებს და რაღაცებს. რო შეხედავ თვალია, მაგრამ როცა ახლოს მიდიხარ, უკვე იქ სხვა რაღაცეები არის. მოკლედ ჰიპერრეალიზმიც თავისი ეს ახალი მიმდინარეობა თავისებურად განსაზღვრავს ძალიან დიდ მხატვრობას რა. ზოგი კიდე დასცინის და მასხრად იგდებს ამ მიმდინარეობას. მაღაზი ადვილი რა არის ახლა დააყენე პროექტორი, გადაიხატე და დახატეო, მაგრამ ეგრეც არ არის რა, როგორც თვითონ ფიქრობენ. ვინც არ იცის, მაგას ლაპარაკობს და საერთოდ მხატვრებიც არიან ძალიან ბევრი კრიტიკულად მიმდგარი ამ მიმდინარეობასთან, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ეს რო შეიქმნა იმპრესიონიზმი. მაშინაც ძალიან დიდი კამათი და ის კრიტიკა მიმდინარეობდა მაგათ წინააღმდეგ, მაგრამ დღესდღეობით უკვე შედევრებია ის ნახატები.
ამ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან სწრაფად განვითარდა ჩვენთან ხელოვნება, ასე რომ ვთქვათ, მხატვრობაზე ვიძახი. ძალიან სიამოვნებს, როდესაც თვითონ მხატვრებს გამოუჩნდათ გულშემატკივრები, მომწონებლები, მყიდველები, რაღაც იცი რა არის, ცოტა სტიმულს აძლევენ მხატვრებს, რა ჩემი ნახატი მოსწონთ და ყიდულობენ. ეს ძალიან გახშირდა საქართველოში და ძალიან კარგია ეს. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი მოწონება და სტიმული ექნება მხატვარს, უფრო მეტად განვითარდება. არიან მხატვრები, რომელმაც ისეთნაირად დაიწყეს, ესე რომ ვთქვათ, ძალიან პრიმიტიულად ხატვა, მაგრამ დღეს, რასაც უყურებ, აი გაოგნებული ვარ, ისეთ შედეგს მიაღწიეს. აი ამ მოწონებით, ამ გახალისებით და ამ იმით რა სტიმულის მიცემით. თვითონ გააუმჯობესა. იმიტომ რომ უკვე მიეცა ამას გზა არსებობისა, თვითონ თავისი სულის და იმის გამოხატვისა და ხალისის რა ცხოვრების. გამოფენების მოწყობა აუცილებელი არის რა. აი უმნიშვნელოვანესია საერთოდ. საერთოდ ტელევიზიებმა უნდა დაუთმოს ძირითადი დრო, რომ განვითარდეს რა ეს ხელოვნება, ხელოვნებაზე მაგარი და ხელოვნებაზე მშვიდობიანი და ხელოვნებაზე მეტი სიყვარულის მქონე არ არსებობს ამ ცხოვრებაში არაფერი რა. ამიტომ საერთოდ აი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია ეს გამოფენების მოწყობა, ტელევიზიებში გაშუქება მხატვრების, ახალგაზრდა მხატვრების აღმოჩენა და რა ვიცი, ყველაფერი ამ ხელოვნებასთან დაკავშირებით და სპორტთან დაკავშირებით აუცილებელია. ხატვას თითქმის ყოველდღე რაღაც მეტი საათი ხატვას ვუნდები, რა თქმა უნდა. მხატვრებთან მაქვს კონტაქტი, ვიკრიბებით, ვლაპარაკობთ რაღაც თემებზე. სულ წარმოიდგინეთ, სულ ესეთ მდგომარეობაში ვარ ახლა ეს ბოლო ხანები და ხატვას კიდე უთმობ თითქმის ნახევარზე მეტი დღე რა. 6-7 საათია ვხატავ ხოლმე ყოველდღე თითქმის. ჩემი ნახატები ახლა ესე რომ ვთქვათ, რომ 1 საათში და 2 საათში იხატებოდა, ესე იგი არ არის. მე თვეობით და იმით საათობით უნდები ხოლმე ხატვებს. ესეთი ხანგრძლივი პროცესი არის ჩემი ხატვის. მიმდინარეობები, რასაც მე ვხატავ, აკვარელით ხან რაღაც სწრაფად რაღაცას ვერთობი ხოლმე. არც ის არ არის ესეთი 2 წუთიანი და 10 წუთიანი. და ამიტომ როცა შენი საქმე გაქვს, ყოველთვის დიდხანს უნდა ვეფი იმ საქმეს, რაც შენ პრინციპში ჩემ ხატვას დიდხანს უნდები რა, საათობით. და თითქმის ყოველდღე. ყველა მხატვარს თავის ხელწერა აქვს, თავის ემოცია აქვს. როდესაც მხატვარი ნატურმორტს ხატავს დაუშვათ, ხო? ყოველთვის იკითხება თავისი ავტოპორტრეტი. როდესაც რაღაც ნაწარმოებს კითხულობ, იქ ემოცია ხომ მოდის აუცილებლად, როცა შედევრია და ნახატშიც ეგრეა, როდესაც უყურებ ნახატს, უკვე იცი რა ემოციით არის და როგორი პიროვნება, რა განწყობით აქვს დახატული. ყოველთვის არჩევ რა მოკლედ, მხატვარს ყოველთვის უნდა კონდეს თავის ხელწერა და თავის ავტოპორტრეტს აჩვენებს ყოველთვის რა. ის ემოცია რაცაც შენ ხატვაში ანდომებ, ის ენერგია ის რჩება შიგნით და იმას ყველა გრძნობს, რა თქმა უნდა. რამდენად შეცვალა ჩემი ცხოვრება, აი როგორც სადა დედამიწა ისე შევიცვალე რა, იმიტომ რომ ადრე ვიყავი ის, რაც მე მსურდა და შემდეგ საერთოდ რომ არ იყო ჩემი სფერო, იმ სფეროში ვიმუშავე დაახლოებით 30 წელიწადი. და წარმოიდგინეთ, როგორი ვიქავი, დათრგუნული, როცა მე ჩემ საქმეს არ ვაკეთებდი, თავისუფალი არ ვიყავი და უცებ ყველაფერი ეს დამთავრდა და დაუბრუნდი იმ თავისუფლებას და იმ სურვილს და იმ ოცნებას, რაც მე მსურდა. აი ესეთი გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამ ღმერთმა
ყველისი მერე მომეციო რომ თხოვენა ის ზუსტად ეგრე მომივიდა მეც რა რომ მე ჩემს საქმეს დაუბრუნდი და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ დღეს. ხატრისთვის ახლა ოცნება რა არის და შექმნას ის რაც ჯერ არავის არ შეუქმნია. რაღაც ახალი, რაღაც შთამბეჭდავი და რაღაც ორიგინალური. ალბათ ეს არის ხატრისთვის ყველაზე კარგი ოცნება რა.